საქართველოს ბიზნეს ასოციაციის ვიზიტი შავიზღვისპირეთში გრძელდება. BAG-ის წარმომადგენლები ამჯერად ალიანს ჯგუფს ესტუმრნენ და მისი ფლაგმანი პროექტი ალიანს ცენტროპოლისი მოინახულეს. რა გლობალური ინფრასტრუქტურა იშლება ბათუმის სანაპიროს პირველ ზოლში და რა როლით და მნიშვნელობით ეწერება ეს პროექტი არა მხოლოდ ალიანსის პორტფელში, არამედ ქვეყნის ეკონომიკაშიც. ამ ყველაფერზე უფრო მეტს მოგიყვებით და გიამბობთ ლიკა მეკუთვნიშვილის მომზადებული ვიდეო ისტორიიდან. ზღვისპირა ქალაქის ჰორიზონტს მხოლოდ ბუნებრივი ლანდშაფტი არ ქმნის. მას ის გლობალური ხედვები და საინვესტიციო ამბიციები აყალიბებს, რომლებიც ურბანულ მომავალს თავიდან წერენ. ბათუმის სანაპიროს პირველ ზოლში 9,5 კვადრატულ მეტრზე. სწორედ ასეთი ახალი ფურცელი იშლება. $500 მილიონ მეტი საინვესტიციო ღირებულების ალიანს ცენტროპოლისი, როგორც ამბობენ, ადამიანზე ორიენტირებული, სრულიად ახალი საცხოვრებელი და საქმიანი კულტურის ეპიცენტრია. ეს არის სივრცე, სადაც პრემიალური მასპინძლობისა და A-კლასის ბიზნეს ინფრასტრუქტურის სინთეზი იქმნება. მაის ტურიზმსა და B2B მიმართულებაზე სწორებით პროექტს კავკასიაში პირველი ჰაიატ ცენტრიკი და გლობალური ბრენდი მსოფლიო სავაჭრო ცენტრი შემოხავს. ნაბიჯი, რომელიც ზღვისპირა ქალაქს საერთაშორისო ბიზნეს რუკაზე გლობალურ მასშტაბს ანიჭებს. ალიანს ცენტროპოლისი არის თვითკმარი საინვესტიციო ეკოსისტემა. ფუნქციურად დატვირთულია სხვადასხვა ბიზნეს თუ გასართობი აქტივობებით და მათ შორის სავაჭრო ცენტრი, A-კლასის ბიზნეს ცენტრი, კაზინო, სასტუმრო და აპარტომენტი, ოტელი, რომელსაც ძალიან დიდი პარკინგი ჭირდება და -3 სართულზე იქნება განთავსებული პარკინგის ინფრასტრუქტურა. ეს პროექტი აგრძელებს ალიანსის იმ სიახლეს, რომელიც მათ თავის დროზე ბაზარზე დანერგა და ეს იყო მულტიფუნქციური ცენტრები, სადაც ერთის მხრივ არიან ერთდროულად დეპარტამენტებიც და არის ასევე სასტუმროს ტიპის ცენტრებიც. იყო პირველი, რომელმაც სწორედ აი ამ ტიპის მულტიფუნქციურ ცენტრებს შემოიყვანა ვილჰელმი, შემოიყვანა ჰაიატი, შემოიყვანა მარიოტი. აქაც იქნება ჰაიატი წარმოდგენილი აი ამ ლოკაციაზეც. ალიანსის ამბიციას თავისი ეკონომიკური ლოგიკა აქვს. პროექტის სტრატეგიული კონცეფცია ზუსტად პასუხობს რეგიონის მთავარ გამოწვევას, მკვეთრ სეზონურობას. მსოფლიო სავაჭრო ცენტრების ასოციაციასთან ინტეგრაცია ნიშნავს საერთაშორისო გამოფენების, ბიზნეს ფორუმებისა და სავაჭრო მისიების მუდმივ ნაკადს 12 თვის განმავლობაში. საქმიანი ტურისტი ხომ სტანდარტულ დამსვენებელზე 3-4 უფრო მაღალ მყიდველუნარიანია. შედეგად ადგილობრივ B2B სექტორს ეძლევა შანსი ქვეყნიდან გაუსვლელად დაამყაროს კონტაქტები გლობალურ ბრენდებთან. ბათუმში კი უწყვეტი 4 სეზონი ეკონომიკური დინამიკა ყალიბდება. World Trade Center გახლავთ მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი ორგანიზაცია, სადაც ყველაზე დიდი და მასშტაბური ღონისძიებები იმართება და რაოდენობრივად ყველაზე მეტი წლის განმავლობაში. მსოფლიოში დაახლოებით 300 World Trade Center არსებობს და ერთ-ერთი იქნება სწორედ ამ შენობაში განთავსებული. ეს იქნება ყველაზე დიდი საგამოფენო სივრცე იმ სავაჭრო სერვისებთან ერთად, რომელიც დააკავშირებს ჩვენი ქვეყნის ვაჭრობით დაკავებულ ობიექტებს სოფლიოს ნებისმიერ წერტილში მსგავსი ტიპის მათი ინტერესის სფეროში ყოფ ობიექტებთან. ყველა ის ნაგებობა ცენტროპოლისის მსგავსად, რომელსაც ალიანსი ქმნის, ეს არ არის მხოლოდ რაღაცა გეოგრაფიული ატრაქცია, ეს არ არის მხოლოდ ვიზუალური დიზაინერული ან არქიტექტურული ჩანაფიქრი. რა თქმა უნდა, ეს ასეა, მაგრამ ამას უფრო მეტი მნიშვნელობა აქვს იმდენად, რამდენადაც ეს ხდება ტურისტული ატრაქცია, ბიზნეს ჰაბი, სადაც ჩვენ ვცდილობთ ვაგენერირებთ იმ პროდუქტს საბოლოო ჯამში, რომელსაც ინვესტორები ყიდულობენ და შემოდიან ქვეყანაში. ასეთი არქიტექტურული ამბიცია და ურბანული მასშტაბი ხომ აბსოლუტურ ფიზიკურ სიმყარეს მოითხოვს. ალიანსიც პასუხობს. ზღვისპირა ნიადაგის კომპლექსური მომზადებისთვის მიწისქვეშ 45 მეტრის სიღრმეზე გერმანული ბაუერის მეთოდოლოგიით 2000-მდე რკინა-ბეტონის ხიმინჯი განთავსდა. კონსტრუქცია საძირკველში ქმნის მედეგ რკინა-ბეტონისა და ხიმინჯოვან გალავანს, რაც სიმყარის გარანტია. ეკოლოგიურად სუფთა მშენებლობის პროცესს რეალურ დროში ციფრული რობოტი ბეტობოტი ამოწმებს. პერიმეტრული ფარები კი რისკებს ნულამდე ამცირებს. ამასთან პროექტის კიდევ ერთი ინოვაციური საინჟინრო გადაწყვეტა წყლის დამპერებია. სისტემა, რომელიც შენობის დინამიკურ ხევას ანეიტრალებს. ტექნოლოგია მსოფლიოს მხოლოდ 10 გამორჩეულ ცათამბჯენში გამოიყენება. წყლის დამპერების ავტორი გახლავთ კანადური კომპანია Motioneering. ეს გახლავთ მექანიზმი, რომელიც არის ერთგვარი წყლის ავზი,
და როდესაც შენობა ირხევა, ავზში წყალი საპირისპირო მიმართულებით იწყებს მოძრაობას და რხევას ამცირებს. მაღალ შენობებს ბუნებრივია გვეცოდინება ყველას ახლავს ძალიან დიდი ქარის დაწოლა და შესაბამისად რხევებიც. და ეს ყველაფერი მოვიფიქრეთ და შევიმუშავეთ სწორად იქიდან გამომდინარე, რომ ინვესტორებისთვის და დამსვენებლებისთვის, რომლებიც აქ იქნებიან, მათთვის შეგვექმნა კომფორტი ჩვენთან განთავსების დროს. ტექნოლოგიური გამბედაობა წლების განმავლობაში ნაშენებ რეპუტაციასა და ათასობით დასაქმებულ ადამიანს ეყრდნობა. ალიანს ჯგუფის 21 წლიან საოპერაციო გამოცდილებას, 25 განხორციელებულ პროექტსა და 15,000 ლოიალური საერთაშორისო ინვესტორის ნდობას. ალიანს პალაში, მარიოტ ინტერნეშნალთან კოლაბორაციით კომპანიამ უკვე დაამტკიცა, რომ ლოკალურ ბაზარს გლობალური პროდუქტის შექმნა შეუძლია. დღეს კი ეს ხელწერა ბათუმის ფარგლებსაც ცდება. ქობულეთის ისტორიული მიკროკლიმატის ასათვისებლად პროექტი ალიანს რენესანსი ფსონს რეგიონში პირველ მასშტაბურ ველნეს საინვესტიციო კომპლექსი აკეთებს. მონჯევითისა და ჯანმრთელობაზე ორიენტირებული 25 კომპონენტიანი სივრცე აჩენს ახალ სეგმენტს, სადაც ადამიანის განტვირთვას კალენდარი და სეზონი აღარ განსაზღვრავს. გვეპასუხა ქობულეთის სეზონურობის გამოწვევისთვის გადავწყვიტეთ კონცეპტუალური სახით შემოგვეტანა ისეთი ბიზნეს მოდელი, რომელიც ზუსტად ამ გამოწვევას უპასუხებდა. ეს გახლავთ ველნესი, ეს გახლავთ გაჯანსაღება, თერაპია, რეაბილიტაცია, ბალნეოლოგია, ეს გახლავთ სწორედ ის კომპონენტები, რომელსაც სეზონურობა არ გააჩნია. ჩვენ ამაყნივართ, რომ ქობულეთში შემოვიტანეთ პირველებმა ისეთი მასშტაბური პროექტი, რომელიც ქობულეთის იერსახეს უახლოეს მომავალში საგრძნობლად შეცვლის. როცა 2 მილიარდზე მეტი ჯამური ინვესტიცია აქვს კომპანიას განხორციელებული საოპერაციო მასშტაბი ფინანსურ კაპიტალთან ერთად, ძლიერ ინსტიტუციურ ზურგსაც მოითხოვს. სწორედ ამიტომ ქვეყნის წამყვან ბიზნეს გაერთიანებასთან 5 წლიანი მჭიდრო პარტნიორობა ალიანსისთვის დასავლური ბიზნეს კულტურის ინტეგრაციისა და გრძელვადიანი სტაბილურობის სტრატეგიული საყრდენია. ჩვენ არ ვართ უბრალოდ ფორმალური წევრები ამ ასოციაციის. ჩვენ ვართ ჩართული ყველა იმ მნიშვნელოვან ინიციატივაში, რომელიც სახელმწიფოსთან თანხმდება. ან სახელმწიფოს მხრიდან წამოსული ინიციატივის კომუნიკაციას უკავშირის სახით ვახდენთ სახელმწიფოსთან ჩვენი ამ ერთიანობა. ალიანს გამოარჩევს ის, რომ ალიანსის გამბედაობა ინოვაციები დანერგოს. ის, რომ მას აგრძელვადიანი ხედვა, ამა ყველაფერმა შეძინა ქვეყანას კონკურენტული უპირატესობა და ქვეყნის საქმე არის ეს დარწმუნებული ვარ გრძელვადიან პერსპექტივაში სხვა ბიზნესებიც ამას ძალიან წარმატებულად იგრძნობენ. 2005 წლის საწყისი ნაბიჯებიდან დღემდე ალიანს ჯგუფი სრულიად დამოუკიდებელ ბიოგრაფიას წერს, სადაც მთავარი პერსონაჟი თანამედროვე თავისუფალი ადამიანია. გლობალურ გიგანტებთან პარტნიორობით, საინჟინრო ინოვაციებითა და ხარისხზე უკომპრომისო სწორებით კომპანია არა მხოლოდ შავი ზღვისპირეთის ახალ ურბანულ რუკას ქმნის, არამედ ქართული ბიზნესის წარმატებისთვის სრულიად ახალ საერთაშორისო ნიშნულს აწესებს.